ეთერმა ექსკლუზიურად მოიპოვა მტკიცებულებები და მათ შორის წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია პირად საუბრებში ან ოჯახის წევრებთან საუბრებში დაადასტურა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური გარიგების შედეგი იყო ამ ადამიანებისთვის ციხის კარის გახსნა. უამრავი პატიმარი, რომელიც შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა, ადასტურებს იმას, რომ მათ არც კი მიუმართავთ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის, მათ ციხის ადმინისტრაციამ უკვე გამზადებულ დოკუმენტებზე ხელი მოაწერინა, ისე რომ მათ არც კი იცოდნენ, რომ შეწყალებისთვის უნდა მიემართათ, რადგან მათ ნაწილს უკვე ჰქონდა მიმართული არაერთ გზის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილისთვის და მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იყო, თუმცა მოულოდნელად 20 იანვარს ისინი პატიმრობიდან გამოუშვეს. ერთ-ერთი შეწყალებული პატიმარი მსჯავრდებული უკვე ყოფილი არის პოლიციის მაღალჩინოსანი შალვა ზამბახიძე. ციხიდან ის 20 იანვარს გამოუშვეს, 17-ში დააწერინეს მას მოთხოვნა, უბრალოდ ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც იყო მოთხოვნილი, რომ შეწყალების აქტი განეხილა მიხეილ ყაველაშვილს და შესაბამისად 3 დღეში ის უკვე თავისუფალი იყო. მის ოჯახის წევრებთან არის ჩაწერილი შაბათის ეთერის მიერ ინტერვიუ და თავად მასთანაც ზამბახიძე თავადაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომელზეც ახლა გიყვებით. ასევე კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა, არის თორნიკე გრძელიძე. მისი ძმა არის ოცნების მხარდამჭერი აქტიური და ის ძალიან აქტიურად ცდილობდა ბაღდადში ოცნებისთვის ხმების მოპოვებას, ასევე მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გვაძლევს, რა თქმა უნდა, ამის ხმის საფუძველს. ოცნების კაპიტნების 5 დაცვის ქვეშ მყოფი, ასევე ალექსანდრე კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფები არიან შეწყალებული. მოკლედ, ის მტკიცებულებები და გარემოებები, რომელიც შაბათის ეთერმა ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოიპოვა და დაადასტურა ოპოზიციის არის იმის გარანტია, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო დაპირებების შესრულება და ყველა ის ოჯახი, რომლითაც მანიპულირებდნენ, რომ მათ პატიმრებს რაიმე სახის შეღავათი ექნებოდა, თუ კი ისინი არჩევნებში ქართულ ოცნებას დაეხმარებოდნენ, ახლა აი ამ ვალის გადახდის დრო და სწორედ ამიტომ ასე მოულოდნელად და წყაროს ინფორმაციით სულ რაღაც 6 დღეში მიხეილ ყაველაშვილმა გადაწყვიტა განეხილა 613 პატიმრის სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ მათ შეწყალების აქტზე ხელი მოაწერა. რუსული რეჟიმისათვის და არის დამახასიათებელი წინასაარჩევნოდ პატიმრების ოჯახის წევრების გამოყენება, მათი ამ შემთხვევაში გასაჭირით სარგებლობა და ტკივნეულ თემის გამოყენება, შემდგომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ოჯახის წევრები იძულებული ხდებიან, რომ გარკვეული ხმები მოუგროვონ, რომ თავიანთი ოჯახის წევრები დაეხსნან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ის ბინძური სისტემა, რომელიც ყველაფერს კატულობს, ყველაფერს იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები დაიხსნან. თავი პრობლემა არის, როცა ხელისუფალი ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლებით ვაჭრევს, როგორც თითქოს მონები იყვნენ ადამიანები, ჯერ იჭერს მას და შემდეგ არჩევნების წინ ურიგდება იმისათვის, რომ გამოუშვა და მძევლად ხალხი. მძევლად აყვანის პრაქტიკა არის ჩვენთან სამართალ სისტემა. ადამიანის სიცოცხლის ფასი, თავისუფლების ფასი არის ამ დონემდე დაწეული. სავაჭროდ არასდროს არ უნდა გახდეს შენი თავისუფლება და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც იყო ყოველთვის და უნდა მოაგვაროს შემდეგმა ხელისუფლებამ. ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ როგორც პუტინი იწყალებს ხოლმე ადამიანებს უდიდეს ნაწილს იმისთვის, რომ გაუშვას თავისი პერუნული ინტერესებისთვის საბრძოლოდ, ისე ივანიშვილმა ყაველაშვილის ხელით შეიწყალა ადამიანების სწორედ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ საბრძოლოდ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც არის, მინიმალური ნაწილი მაინც არის ადამიანების, რომლებიც ამ მიზნით არ არიან გამოშვებულები ციხიდან. საქართველოში აღარ არსებობს და არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ყველა ინსტიტუტი, რომელიც ყოფილიყო დამოუკიდებელი და რომელსაც უნდა ემსახურა ხალხისთვის, ამჟამად ემსახურება ივანიშვილის კეთილდღეობას, ოცნების რეჟიმის გახანგრძლივებას და მათ შორის არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის უბრალოდ წინასაარჩევნო დაპირების ასრულება ოცნების რეჟიმის მხრიდან. ის ასე ასრულებს იმ დაპირებას, რომელიც მისცა ხალხს და ის ამით თვალნათლივ ჩანს, რა ინსტრუმენტებს იყენებდა და მათ შორის აი ამ ინსტრუმენტსაც იყენებს ამ საარჩევნო გარემოს ტოქსიურობისთვის. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამდენი დღის გასვლის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია საგანგებო დაასაიდუმლოებს სისხლის სამართლის იმ მუხლებს, რომლითაც მოხდა შეწყალება აღნიშნული პირების, მაგალითად პოლიციის მაღალჩინოსნის შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განზრახ უკანონოდ დაკავება იყო ბრალდება 2021 წელს. სწორედ აი ამ განზრახვით დაიჭირეს ზამბახიძე, თუმცა რა თქმა უნდა მას ციხისკარი გაუღო მიხეილ ყაველაშვილმა, უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ყაველაშვილის ხელით არ
არც ერთი სხვა მუხლი ამ დროისთვის არ არის გასაჯაროებული, ცდილობენ დამალონ ინფორმაცია იმის შესახებ, რითი გადაწყვიტეს ამ ადამიანების გამოშვება ციხიდან, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც 20 დღეში ან 6 დღეში ამ ადამიანების საქმეების შესწავლა, რადგან ძალიან მასობრივი იყო 613 პირის შეწყალების აქტს მოწერა ყაველაშვილმა. ხელი ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ეს არის ვალის დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ გამოიყენეს, რომლებსაც ქართული ოცნებისთვის ხმების ნადირობისთვის იყენებდა ოლიგარქის რეჟიმი. შეწყალების საქმეზე ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა.